ჩემს ბაღში მუშაობს ორი ბრილიანტი ადამიანი, დედა, შვილი, ჩემი მეზობლები. აქვე ცხოვრობენ ორი სახლის გარდენიასგან, ორი სახლის იქეთ. ვალია და ვიკა. და ნახეთ, რას უშვებიან ჩვენს ჭურჭელს და აქვია მაგას. დანა ჩანგავს ჩვენი წვეულებებისთვის. როგორ უვლიან, არ ვიცი, როგორ აბჟღვიალებენ ასე ამ ძველ დანგრეულ ჭურჭელს და დანგრეულ იარაღს, როგორ აბჟღვიალებენ, ნახეთ, რაღაცა მეთოდი აქვს. ვალიას ვერცხლის ქაღალდით და სოდით. და როგორ აბჟღვიალებენ, ნახეთ. ჩვენს წვეულებებზე უკვე ჩვენ ახლა ვემზადებით, ბევრი რამე გვაქვს დაგეგმილი და ვამზადებთ ყველაფერს ვუვლით. და როგორ აბჟღვიალებენ, ნახეთ, რა სილამაზეა, როგორი მოვლილია. ისე უვლიან ყველაფერს ჭურჭელს ხელს რომ მოკიდებ კრიჭინებს. აი ჩვენი ჭიქები ხელს რომ შეეხები ჟღვიალი გავუდის სულ პრიალებს. სხვანაირად, აი როგორც მანქანაში გარეცხილი ჭურჭელი. იმ სარეცხი მანქანები რომ არის ახლა თანამედროვე მანქანები. იქიდან ამოღებული ჭურჭელი ხო ჟღვიალებს, ისე ჟღვიალებს ჩვენი ჭურჭელი. რაღაცა საოცრებას მართებენ. ჩემი ანგელოზები, ბრილიანტები არიან, ნამდვილი ბრილიანტები. ჩვენ ხო ცოტა არ ვჭირდება 2000 წყვილი მაინც გვაქვს. მართალია ყველა ძველი და ზოგჯერ ისეთი არა მაინდა-მაინც მიმზიდველი, მაგრამ ვალიას და ვიკას წყალობით ყველაფერი ისე ჟღვიალებს, რომ არ შეგეზარება. სხვათა შორის ძველ ნივთებს სჭირდება სისუფთავე. ეს არის დაუწერელი კანონი. ძველი ნივთები ადამიანებს მოსწონთ, მაგრამ აუცილებლად უნდა პრიალებდეს ყველაფერი. ჩვენ შემთხვევაში ეს გამოგდის და მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც ამ საქმით არიან დაკავებული.